გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით, მე ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ეს არის ჩემი ყოველდღიური რუბრიკა დილის მოტივატორი, რომლის მიზანიცაა შევიქმნათ პროდუქტიული განწყობა დღევანდელი დღისთვის იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო შედეგიანები, ვიყოთ უფრო წარმატებულები, ჯანმრთელები და ბედნიერები. დავიცავთ ცოტა ხანი, შემოგვიერთდნენ ისინი, ვინც ტრადიციულად ჩემთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე ყოველ დილა, იმიტომ რომ ანალოგიურად, როგორც სხეულს ჭირდება ვარჯიში, ასევე ვარჯიში ჭირდება ტვინს. როგორც მისი კონცენტრაციის და მოქნილობის უნარის გასაუმჯობესებლად, ასევე, ასე ვთქვათ, იმ ასაკობრივი, გონებრივი დაქვეითებების პროფილაქტიკისთვის, რომლის რისკიც არის, ხო? შესაბამისად, რაც უფრო მეც ავარჯიშებ თქვენს ტვინს, მით უფრო კარგად მუშაობს ის, იმიტომ რომ კვლევებმა აჩვენეს, რომ ასაკთან ერთად ტვინი არ კარგავს ახალი ნეირონული კავშირების შექმნის უნარს. შესაბამისად, პოტენციურად ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ სულ, ასე ვთქვათ, ტვინის ახალგაზრდა მდგომარეობაში იმ პირობით, თუ მას ვავარჯიშებთ. კარგი, დავიწყოთ. დღეს მინდა ვცადოთ ცოტა განსხვავებული რაღაცეები, რაღაც ცვლილებები შევიტანოთ. შესაბამისად, ვიწყებთ იმით, რომ ვაღვიძებთ ჩვენს ნერვულ სისტემას, ხო? ოღონდ დღეს გავაკეთოთ ეს ცოტა ახლებურად. დავიდოთ ხელები მხრებზე და ვაკეთებთ აი ესეთ მოძრაობებს კლავების მთელს გაყოლებაზე. აი ესეთი მოძრაობით, ხო? მოძრაობის სისწრაფე და დაწოლის სიძლიერე უნდა იყოს თქვენთვის ძალიან კომფორტული და სასიამოვნო. ეს არის საკვანძო პირობა. შესაბამისად, დავკუჭებთ თვალები, დავფიქრდით დღევანდელ დღეზე და მოვით გავიმეოროთ ჩემთან ერთად. გნებავთ ხმამაღლა, გნებავთ გულში, შემდეგი სიტყვები. მოტივაცია, კონცენტრაცია, პროგრესი, მოქმედება, მოქნილობა, მოტივაცია, კონცენტრაცია, პროგრესი, მოქმედება, მოქნილობა, მოტივაცია, კონცენტრაცია, პროგრესი, მოქმედება, მოქნილობა. საკმარისია მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეიცვალა თქვენი განწყობა, თუნდაც მცირე ნაბიჯით, მაგრამ მაინც. ახლა აღვადგინოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი კავშირი ჩვენს პლანეტასთან, იმისთვის, რომ ჩვენი ენერგეტიკული მდგომარეობა იყოს ძლიერი. იმისათვის, რომ გქონდეს საკმარისი ენერგია დღეს სამოქმედოდ, ხო? ასევე გნებავთ დახუჭული თვალებით, გნებავთ ღია თვალებით, ხო? აი, ჯავისუნთქეთ და გამოსუნთქვის დროს წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ფეხები დაგძელდა და ჩავიდა დედამიწის ბირთვში და მოვიდა კონტაქტში დედამიწის ცოცხალ ენერგიასთან. ახლა გავაკეთოთ ღრმა შესუნთქვა და ამოუშვათ ეს ენერგია მუხლებამდე. ძალიან კარგი, კიდევ ერთი ღრმა შესუნთქვა და ამოუშვით ეს ენერგია წელამდე. კიდევ ერთი ღრმა შესუნთქვა და ამოუშვით ეს ენერგია მკერდამდე. კიდევ ერთი ღრმა შესუნთქვა და ამოუშვით ეს ენერგია ყელამდე. ღრმად შევისუნთქეთ და ამოუშვით ეს ენერგია თავში. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ ღრმად. წარმოვიდგინეთ, რომ თავიდან გადმოიღვარა ასე შადრევანივით და დედამიწის ცოცხალმა ენერგიამ შეავსო მთელი ჩვენი ველი და შეძინა მას ძალიან დინამიური ცოცხალი ხასიათი. ძალიან კარგი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კოსმოსიდან მოდის თეთრი ან ოქროსფერი ნაკადი ენერგიის და ჩავისუნთქეთ და შემოუშვით ეს ენერგია თავში. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ და ჩავუშვით ეს ენერგია მკერდში. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ და შევუშვით ეს ენერგია მუცელში წელამდე, ჭიპამდე. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ
ჩავუშვით ეს ენერგია მუხლებამდე. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ. ჩავუშვით ენერგია ტერფებში. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ და ჩავუშვით ეს ენერგია დედამიწის ბირთვამდე. დავინახეთ როგორ ჩავიდა სინათლე დედამიწის ბირთვში. ძალიან კარგი. ახლა იგრძენით ერთდროულად ორი ნაკადი. აღმავალი ნაკადი დედამიწიდან ზემოთ და დაღმავალი ნაკადი კოსმოსიდან ქვემოთ. სუნთქავთ ნორმალურად, თავისუფლად და ვგრძნობ ერთდროულად როგორ მოძრაობს ეს ორი ენერგია და მავსებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მზის წნულის არეში ჩნდება ასეთი ძალიან კაშკაშა ოქროსფერი მზე, რომელიც დიდდება და ნელ-ნელა ცნდება თქვენი სხეულის ფარგლებს და ხდება სულ უფრო და უფრო დიდი და ცოტა ხანში ქმნის თქვენს გარშემო ყველა მხრიდან ძალიან ძლიერ გამფილტრავ ოქროსფერ ენერგეტიკულ გარს, ასეთ ფილტრს, რომელიც თქვენთან იზიდავს მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას, პოზიტიურ ენერგიას და პოზიტიურ მატერიას. ძალიან კარგი. მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეიცვალა თქვენი ენერგია. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მომყევით ჩემ ტემპში. თუ რაღაცას ვერ ასწრებთ, როგორც გამოგდით, ისე გააკეთეთ. ცოტა ხანში სიჩქარე გაჩნდება, იმიტომ რომ სიჩქარეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ახლა გავაკეთოთ ჩვენი კიდევ ერთი ტრადიციული საორჯიშო, რომელიც ასე ვთქვათ, არის სტრესის პროფილაქტიკა, რომელიც აღვიძებს ორგანიზმის თვითგაჯანსაღების რესურსებს, რომელსაც ქვია შინაგანი ღიმილი. დავხუჭეთ თვალები და გავიღიმეთ, თუნდაც ცოტა ხელოვნურად. თან გაიხსენეთ რომელიმე პატარა ბავშვი, თქვენი ნაცნობი მაგალითად, იმიტომ რომ პატარა ბავშვს რო იხსენეთ, მაშინვე გეღიმება ხოლმე. ვიგრძენით ეს ენერგია, ღიმილის ენერგია, პოზიტიური ენერგია და გაუღიმეთ ჩვენს გულს, გაუგზავნეთ ჩვენს გულს პოზიტიური სიგნალი. სიგნალი სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ. ძალიან კარგი, ასევე გაუღიმეთ ჩვენს ფილტვებს. ჩვენ ფილტვები პასუხისმგებელია ფსიქოლოგიურ კომფორტზე მათ შორის. გაუღიმეთ ჩვენს ღვიძლს და ნაღლის ბუჩქს. ძალიან კარგი, ჩვენი ღვიძლი ამუშავებს ჩვენი ბრაზის ენერგიას. გაუგზავნოთ მას ასევე სიყვარულისა და პატივისცემის სიგნალი. ახლა გაუგზავნოთ ჩვენს ასეთივე სიგნალი ჩვენს ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. ჩვენი ელენთა პასუხისმგებელია სიხარულის ენერგიაზე ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან კარგი, ახლა გაუღიმოთ ჩვენს თირკმელებს, რომლებიც არის ჩვენი ენერგეტიკული ბატარეა, ენერგეტიკული რეზერვის დამტევი და ასევე პასუხისმგებელია ჩვენს ფინანსურ ენერგიაზე. ძალიან კარგი, ახლა გაუღიმეთ ჩარდის ბუჩქს, რომელსაც გამოყავს ტოქსინები, ტოქსიკური ენერგიები, მათ შორის გადამუშავებული ენერგიები, ჩვენი ასე ვთქვათ, ენერგეტიკული სხეულებიდანაც, არა მარტო ფიზიკური სხეულიდან. ძალიან კარგი. ახლა გაუღიმეთ კბილებს. კბილებსა და ენას. ახლა გაუღიმეთ თავის ტვინს. ახლა გაუღიმეთ ზურგის ტვინს, ხერხემალს, ყოველმის მალას. გაუღიმეთ თქვენს ნერვულ სისტემას. გაუღიმეთ საყლაპავს. გაუღიმეთ კუჭს. გაუღიმეთ ნაწლავებს. ახლა გაუღიმეთ თქვენს ფიზიკურ სხეულს მთლიანად. ახლა გაუღიმეთ თქვენს ენერგეტიკულ სხეულს მთლიანად. გაუღიმეთ თქვენს ემოციურ სხეულს, რომელიც თქვენი ემოციების ენერგიის დამტევია.
ახლა გავუღიმეთ თქვენს მენტალურ სხეულს, რომელიც იტევს თქვენს აზრებს, იდეებს. ახლა გავუღიმეთ თქვენს უკვდავ სულს. გავუღიმეთ დღევანდელ დღეს. გავუღიმეთ ამ სამყაროს, გავუღიმეთ ადამიანებს, რომლებსაც შეხვდებით დღეს. გავუღიმეთ თქვენს მიზნებს, პრიორიტეტებს, თქვენი მომავლის ხედვას, თქვენს ღირებულებებს და იგრძენით, რომ ყველაფერი და ყველა, ვისაც და რასაც გაუგზავნეთ ეს ღიმილი, იბრუნებთ ამ ენერგიას საპასუხოდ. ღებულობთ ამ ასევე სიყვარულის და პატივისცემის ენერგიას. აი ხა მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეიცვალა თქვენი განწყობა. ძალიან კარგი. დღეს საუბრობთ მიზანზე, თუ შეიძლება დაფიქრდით თქვენს რაიმე პრიორიტეტულ მიზანზე. თუ ასეთი არ გაქვთ ჯერ ჩამოყალიბებული, ერთი კვირის განმავლობაში დაფიქრდით, სად გინდათ აღმოჩნდეთ ერთ წელიწადში, რას გსურთ მიაღწიოთ ერთ წელიწადში, როგორი ცხოვრებით გსურთ იცხოვროთ ერთ წელიწადში, როგორც მინიმუმ, ხო? ანუ შეიქმნით ესეთი ხედვა. ახლა დავხუჭეთ თვალები და წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გზა მიდის აი ესე ჩვენ აქედან და ჰორიზონტამდე. და წარმოვიდგინოთ ასე, რომ გავყევით აზრობრივად ამ ჩვენი ცხოვრების გზას და დავინახეთ აი ეს მომენტი, სადაც ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია. აი მაგალითად მიზანი ერთ წელიწადში. და დაინახეთ რა თარიღია იქ. მაგალითად იქ არის 2021 წლის ივნისი. თუ ერთ წელიწადში საუბრობთ, ხო? აი წარმოვიდგინეთ, რომ აღმოჩნდით იმ მომენტში, სადაც თქვენი მიზანი არის მიღწეული და განხორციელებული. აი მიმოიხედეთ, რას ხედავთ, რა გესმით, რას გრძნობთ, რა ხდება იმ სიტუაციაში, სადაც თქვენი მიზანი უკვე განხორციელდა. და შემოუშვით თქვენში მთელი ეს შთაბეჭდილებები. იგზენით ის ძალიან სასიამოვნო, ძლიერი, პოზიტიური შინაგანი განცდა, როდესაც მიხვდი, რომ შენი მიზანი მიღწეულია. და ახლა არა დომინანტურ ხელზე, ანუ იმ ხელზე, რომლითაც არ წერთ, წერა და შუა თითი ერთმანეთს დააჭირეთ და გეჭიროთ. და ამ დროს წარმოიდგინეთ, იგრძენით ეს მომენტი, როდესაც თქვენი მიზანი არის მიღწეული. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი ამ მომენტიდან მოიხედეთ უკან ასე და იხსენებთ გამოვლილ გზას. ანუ როგორ მოვედი მიზნამდე. მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება დაიწყებთ რაღაცა ეტაპების დანახვას, რაღაცა მოქმედებების დანახვას. შეიძლება ჯერ მარტო გზა გამოჩნდეს. ჩემთან ერთად სისტემატიურად ივარჯიშეთ და მიზნამდე გზა გაჩნდება თქვენთვის, გახდება სულ უფრო და უფრო თვალნათელი. და გასაგები. და ახლა მიაქციეთ ყურადღება. აი რა არის იქ თქვენი ნაბიჯი, რომლითაც დაიწყეთ. რა არის პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, ახლა ისევ დაბრუნდით აწმყოში და გაიაზრეთ რა დღეს რა კონკრეტულ ნაბიჯს აკეთებთ, რა არის თქვენი ეს ნაბიჯი, რაც დაგაახლოვებთ თქვენს მიზანთან. ძალიან კარგი. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, რამდენად ძლიერი და სასარგებლო სავარჯიშოა ეს, მაგრამ დღევანდელი დღის მანძილზე ძალიან ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ თქვენ მიზანთან დაკავშირებით. და თუ გექნებათ სურვილი, შემდეგ გაგვიზიარეთ ეს კომენტარებში. ახლა თუ შეიძლება დავფიქრდეთ, გავიხსენოთ ადამიანი, ასევე შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი, გაიხსენეთ ადამიანი, რომელსაც მაგალითად რამენაირად უჭირს, ხო, ფინანსურად უჭირს, ემოციურად უჭირს ურთიერთობებში, ანუ ადამიანი, რომლის ცხოვრების ხარისხიც არის დაბალი. და წარმოიდგინეთ თქვენს წარმოსახვაში, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდა. ძალიან კარგი. ახლა გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც თქვენ რომელზეც იცით, რომ აი ძალიან კარგად ცხოვრობს, ხო? ჯანმრთელია, წარმატებულია, ბედნიერია, ასე ვთქვათ, და ასე შემდეგ.
და წარმოიდგინეთ, რომ მისი ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდა, კიდევ უფრო კარგი გახდა, კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა, კიდევ უფრო შედეგიანი, კიდევ უფრო ჯანსაღი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ საზოგადოებაში და სამყაროში, სადაც ყველას ყველაფერი ყოფნის. რესურსები არის აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობით. მიაქციეთ ყურადღება, როგორი განწყობა გექმნებათ, რომ ესე ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი არის აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობით. ძალიან კარგი. ასევე მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეიცვალა თქვენი შინაგანი მდგომარეობა და დღეისათვის ბოლო დაფიქრდით თუ შეიძლება თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე რა გაძლევთ ბედნიერების შეგრძნებას. რა არის თქვენთვის ბედნიერების წყარო ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? ეს შეიძლება იყოს რაღაცა შინაგან სამყაროში, შეიძლება იყოს გარე სამყაროში, ვინ ან რა არის თქვენი ბედნიერების წყარო და მიზეზი ცხოვრების ამ ეტაპზე. ასე და ამგვარად. გისურვებთ წარმატებულ დღეს. დღეს არის ჩემი შემდგომი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღე და მე ვაპირებ, რომ ეს დღე გავატარო ძალიან პროდუქტიულად. რომ ვცე პატივი იმ დროს, რომელიც მე მერგო და ამ დროის ინვესტირება, თუნდაც დღევანდელი დღის დროის ინვესტირება მოვახდინო მაქსიმალურად შედეგიანად. ასევე გაგახსენებთ, რომ ჩემი შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონი იწყება 4 ივლისს. თუ ჯერ არ გინახიათ მის შესახებ ინფორმაცია, ჩემს page-ზე აუცილებლად ნახეთ ყველა დეტალი და შევომიერთდით იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო სასიამოვნო, კომფორტული, პროდუქტიული, ღრმა აზრით სავსე და რაც თავარია შედეგიანი. ხვალამდე.